თან შევგრად პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია ჩავხადეთ მუხრანა ბატონსა თავს დავანგრიოდ ბანია ჩაუხდეთ მუხრანა ბატონსა თავს დავანგრიოდ ბანია მუხრანა ბატონის ხმობითა გვილი ვერ დავდგი გოდრითა ბატონის ხმობითა გვილი ვერ დავდგი გოდრითა ვეკეული ვერ გავზარდე კალოც ვერ ვლეძე მოზვრითა სურეს ნაჭედო თელავში თუშმა გაქფერა მეფე ერეკლემ გაკურთხა საომრად ჯვარი დახწერა დერო დამჩაგრი არტირი ტირილი დიაცესია ბევრჯერ ყოფილ ვარ ამ დღეში მაგრამ არ დამიკვნესია მაცალე ერთს გავლესო ხმალჩახამა ცეცხლის კვესია სულწმინდა და მოგამკევინო რა ჩემთვის დაგითესია
მოგესალმებით. დღეს გორი შიდა ქართლის რეგიონში ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის საზეიმო გახსნას მასპინძლობს. ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ოცნების მიერ 2012 წელს დაწყებულ ბრძოლას, რომელი ბრძოლაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველა თქვენთაგანი უნდა დავდგეთ ამ ბრძოლის წინ 15 ივნისს ყველანი ერთად გავიმარჯვოთ მომდევნო არჩევნებში. ამ დიდი ბრძოლის წინ როგორც მაშინ ისევე ახლა ჩვენს გვერდით არის ჩვენი გამარჯვებული ლიდერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ხოთ მივესალმოთ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით გორელებო. მოგესალმებით ქართველებო. მართლა ძალიან კარგ და ამაღლებულ დღეს ხვდებით ერთმანეთს. დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და მე მინდა რომ მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღესასწაული. მინდა რომ გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობა, სიკეთე, ბედნიერება, გამძლეობა, სული სიმტკიცე, ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და გაძლიერება. სამშობლოს ერთგულებაში, მის მსახურებასა და თავდადებაში ქართველებს ტოლი არ ყავთ. მშვიდობა ტყუილად არ ვახსენეთ, ჩემო მეგობრებო. სულ ცოტა ხნის წინ თქვენს თავზე გამოსცადეთ ის საშინელება, რომელსაც ქვია აგვისტოს ომი, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშოშურებულა. ის რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები დღეს არის დროებით დაკარგული და ოკუპირებული, ის რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ვცდილობთ გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები და საბოლოოდ მივახციოთ საქართველოს გამთლიანებას. და სწორედ მათ, ვინც ჩვენს დევნილებს მინდა დღეს უდიდესი პატივისცემით მივესალმო. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს სამშობლოს რომ გართმევენ. საკუთარი სახლებიდან გდევნიან. გორის მიმდებარე სოფლებში დღესაც დიდი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს ჩვენი გმირი ხალხი, რომელიც ყველაფერს უძლებს და არ ტოვებს მამაპაპისეულ სახლებს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეგიმსუბუქოთ ტკივილი და შეგიქმნათ ყველა ღირსეული პირობა ცხოვრებისთვის. ჩვენ რეაბილიტაციას ვუტარებთ შენობებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე, ვიდრე თავის მშობლიურ სახლს დაუბრუნდებიან. დღეს არ შემიძლია აქ გორში კიდევ ერთხელ არ გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი გმირები. მე როგორც რიგითი მოქალაქე ქეთს ვიხრი მათი უკვდავი ხსოვნის წინაშე. მეგობრებო, ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ცოტა ხანში ძალიან მნიშვნელოვანი ძურები უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეასრულა დაპირება და ხელისუფლების პოლიტიკური წინახისგან გაათავისუფლა სასამართლო, პოლიცია, ბიზნესი, მედია და უკვე დაწყებული გვაქვს და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობები ბიზნესსა და მეწარმეობისათვის. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართული პროდუქციის ექსპორტის სახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნის საწარმოო და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და მთავარი ამოცანა. დასაქმება ასევე ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია და მთავარი ამოცანაა. ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს ახალ პროფესიებს, კვალიფიციურ სპეციალისტებს და პროფესიონალებს. რა თქმა უნდა, განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა უნდა აშენდეს და დაეფუძნოს. პირველ რიგში
განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. გახსოვთ ალბათ რომ სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავარიგეთ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და ამით დავეხმარეთ ერთგვარად უამრავ ოჯახს. მომავალი სასწავლებლისთვის უკვე აღვადგენთ რამდენიმე ასეულ სკოლას. ჩვენ ეს პროცესი უკვე დავიწყეთ გასულ წელს. საქართველოს ყველა კუთხეში საჭიროების და მიხედვით ავაშენეთ და კვლავაც ვაგრძელებთ შენებლობას ახალი სკოლების. ჩვენ ასევე ვზრუნავთ სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. გავაზარდეთ აბიტურიენტების დაფინანსება. 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო სტუდენტებისთვის. ასევე ვაშენებთ საერთო საცხოვრებელს, რომლითაც ისარგებლებენ თბილისში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები ხელმოკლე ოჯახებიდან. ყველა ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდას ვაძლევთ საშუალებას, რომ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ. სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. და რასთავარი იქ მიღებული ცოდნა მოახმარონ ჩვენ სახელმწიფოს. ყველამ კარგად ვიცით ჩემო მეგობრებო, რომ სოფლის სიძლიერე არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ჩვენმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო. ჯერ კიდევ გასულ წელს. იმისაც რომ დავეხმაროთ ქართულ გლეხს, უკვე მეორე წელია ვაფინანსებთ მიწის საგაზაფხულო სამუშაოებს და ხელს ვუწყებთ სოფლის მეურნეობის აღორძინებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. დღესაც შევხვდი აქ ამ მიწაზე სოფელ ბარნაბიანთკარში ერთ-ერთ მეწარმეს, რომელმაც სწორედ სახელმწიფოს მიერ დაწყებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით აიღო დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე გრძელვადიანი ცესხი 1%-ად და შექმნა საწარმო. დაასახმა ადგილობრივი მოსახლეობა და თავისი პროდუქცია უკვე ექსპორტზე გააქვს. აი სწორედ ასეთი მეწარმეების რიცხვი დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე მატულობს თითქმის დღითი დღე. ასევე დღეს შევხვდი სოფელ პატარა გარეჯვარში ერთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცს. ჩვენს თანამემამულეს. ქართველ კაცს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნიდან იყო წასული და სამშობლოდან შორს საქმიანობდა. მან მომიყვა როგორ გაუჩნდა იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ყველა პირობა იქნებოდა წარმატებისთვის. და სწორედ 2013 წელს დაბრუნდა და თავის მშობლიურ კუთხეში სანერგე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო. დღეს იქ რამდენიმე ათეული კაცია დასაქმებული, ადგილობრივი მოსახლეობა. თავარი ის კი არაა, რომ ადამიანს რწმენა დაუბრუნდათ, ჩემო მეგობრებო. საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ და გრძელვადიანი საქმიანობა დაიწყეს, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული, მე დარწმუნებული ვარ. ჩვენ თვითოულ ასეთ მეწარმეს, ფერმერს, შრომელკაცს მაქსიმალურად შევუქმნით ყველა პირობას. მომავალი განვითარებისთვის, ვინაიდან სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე უნდა შეეხოს თითოეულ ადამიანს. ამას თქვენც იგრძნობთ, მეგობრებო. დღეს თუ არა ხვალ. რადგან შიდა ქარს და გორს ყოველთვის ჰქონდა და საომავლოდ ექნება თავისი განსაკუთრებული როლი ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში. სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეთა ჯანმრთელობა. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ქვეყნის ჯანდაცვის პროექტს და პროგრამას, რომელიც ჩვენ წარმატებულად განვახორციელებთ. ეს არის ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევა. დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული. სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი პირვანდელი, ეს არის პირველადი ვალდებულება. ჩვენ შევძელით რომ გაგვეზარდა პენსიები. მანამ სანამ ეკონომიკა ფეხზე დადგება, უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. და სწორედ ამიტომ ჩვენ გავაორმაგეთ სოციალური დახმარება. გავაზარდეთ პენსიები. ჯანდაცვის ბიუჯეტი ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ და მილიარდი ლარით გავაზარდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. დრასტავარია სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა, რომელიც სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მეგობრებო, მე კარგად ვიცი, რომ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. გნებავთ სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ საუბედუროდ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. და არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ყველგან თითქმის ყველა რეგიონში. წყლის სისტემების საჭიროებს რეაბილიტაციას, რაც რამდენიმე წელია, ათეული წელი არ ჩატარებულა. მოსაგვარებელია ასევე გაზიფიცირების პრობლემა. საჭიროა
საცხოვრებელი სახლების აღდგენა რეაბილიტაცია. ეს არ არის რა თქმა უნდა სრული ჩამონათვალი. ყველა იმ პრობლემისა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში დაგროვდა წლების განმავლობაში. და მე მინდა ვაღიარო, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგოთ თითქმის ყველა სფეროში. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებს არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მომავლის იმედი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემას თქვენთან ერთად აუცილებლად გადავლახავ და მოვაგვარებთ. მადლობა. და როგორც აღნიშნე, ამ პრობლემის მოგვარებაში თითოეულ თქვენგანის ჩართვის საშუალებას იძლევა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არ გავს წინადელ არჩევნებს. მე მინდა ორი სიტყვით განვმარტო. ახალ თვითმმართველობის სისტემა გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი პრობლემები, თქვენს სოფელში, თქვენს რაიონში, თქვენს ქალაქში არსებული პრობლემები თქვენივე შეხედულებისამებრ პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ. თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით დაალაგოთ და შესთავაზოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და მათთან ერთად ადგილზე მოვაგვაროთ. დღეს თქვენთან დღეს ჩამოვედი იმიტომ, რომ პირადად შეგვედროდით და მომელოცა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება. დღეს მე მინდა პირადად წარმოგიდგინოთ გორის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, რომლებიც ქართული ოცნების სახელით იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში. მეგობრებო, ვიცით რომ გორი თვითმმართველი ქალაქი გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ გორის მერს თქვენ აირჩევთ და არჩეული მერის კონტროლის საშუალება თქვენ გექნებათ. თითოეულ თქვენგანს მიეცემა შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქალაქ გორის მართვაში. ამიერიდან ადგილობრივ ხელისუფალს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ერთპიროვნულად. თქვენგან დაუკითხავთ. და თავისუფლად ადგილობრივი ხელისუფლება აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, ჩვენ და საუბედუროთ. 50%-იანი ბარიერით არჩეულ მერს, გამგებლებს, მაჟორიტარებს გაზრდილი პასუხისმგებლობა ექნება თითოეულ თქვენგანის წინაშე. მეტი ლეგიტიმაცია ექნებათ მათ. ამიტომ ახლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ის კანდიდატები, რომლებიც კოალიცია ქართული ოცნების სახელით კემს იყრიან გამგებლებად. პირველი ეს არის ხაშურის გამგებელი ბატონი გიორგი გურასპაშვილი. კასპის გამგებელი ბატონი გოჩა გოჩიტაშვილი. გორის გამგებელი დავით ონიაშვილი. ქარელის გამგებელი ბატონი ზაზა გულიაშვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. და ეს არჩევნები მართლაც უნდა იყოს სამაგალითო და დემოკრატიული. უნდა იყოს ისეთივე მშვიდი, ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე, როგორც იყო წინა საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ ყველანი მობრძანდეთ არჩევნებზე. ვინაც ჩვენ დამაჯერებად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. მოგმართოთ ყველას, მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 51 და ხმა მიეცით ქართულ ოცნებას. ვინაიდან ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს სოფლებზე, ჩვენს რაიონებზე. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. ახლა მოусმინოთ გორის მერობის კანდიდატს ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს. ის გახლავთ ღირსეული კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნამდვილად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გორელებო და ჩემი ქალაქის სტუმრებო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებია გორს იმაზე მეტი პრობლემა დაუგროვდა ვიდრე სხვა ქალაქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის ნგრევა განადგურებამ ბევრი რამ გაგვიფუჭა. თუმცა იმედი ვერ ჩაგვიკლა. იმედი იმისა, რომ საკუთარ ქალაქზე რეალური ზრუნვის შესაძლებლობა ადრე თუ გვიან მოგვეცემოდა. ასეთი შესაძლებლობა კი მოგვცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. ამის შემდეგ არა მარტო ჩვენ საქართველოს მიეცა იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს მართვაში. ამ დროს ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა ოცნებამ პირობა დადო, რომ იზრუნებდა ქვეყნის განვითარებაზე. პასუხისმგებლობას აიღებდა საზოგადოებაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრასა და საშუალო ფენის შექმნაზე. ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული ტიპის ერთიან სახელმწიფოდ ექცია. ეს ყველაფერი თავალ პრიორიტეტად კი ადამიანი და შედენზე ორიენტირება გამოაცხადა. ქართულმა ოცნებამ პირობა შეასრულა. განსაზღვრა პრიორიტეტები და თანმიმდევრულად დაიწყო ქვეყნის პრობლემების მოგვარება. ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვა, განათლება, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და ბაგაბაღები, უმაღლესი სასწავლებლების 17 ფაკულტეტი, უფასო ფაკულტეტი, შეღავათიანი აგროკრედიტები და აგრობარათები გლეხებს. დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენაც, ძალიან მალე ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. და ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმის სასანახად, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, რომელთვისაც ადამიანი უმთავრესი საზრუნავია. ეს არჩევნების ამის რეალური მტკიცებულებაა. ჩვენ პირველად გვეძლევა საშუალება და შესაძლებლობა საკუთარი ქალაქის მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული სწორი არჩევანი ეს არის ქალაქის და რეგიონის მოვლა პატრონობაზე ოფიციალური ნებართვის მოცემა, ეს კი პასუხისმგებლობით აღსავსე თავმოყრალი და თავისუფალი მოქალაქეებით დასახლებული ძლიერი რეგიონის, ძლიერი ქალაქის გადაწყვეტილებაა. მოსავლე საბალრონო კი ძალიან ბევრი გვაქვს. უძველესი კულტურულ საგანმანათლებლო კერა მტკვარი არაქსის ანტიკური კულტურის ჩვენამდე მომტანი, წყნარი, თბილი, სტუმართმოყალე გორი დღეს წლობით დაგროვილ გადაუჭრელ პრობლემებს წინაშე დგას. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გორის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქს ჩამორთმეული ჰქონდა ქალაქის სტატუსი. მხოლოდ კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ სტატუსის აღდგენა. მიმდინარე არჩევნებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს გორისა და გორის მოსახლეობისათვის. ჯორში გერ კიდევ ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ ძველი გორი, თავის კოპწია და მოვლილი ქუჩებით, თავმომწონდე ღირსებით აღსავსე გორელებით, ძირძველი ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით, რომელთაც საყვანოდ იყო განთქმული ეს ქალაქი. ქალაქს სასწრაფოდ სჭირდება პატრონი, ისეთი პატრონი, ვისთვისაც გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა, დევნილობაში აღმოჩენილი უამრავი მოქალაქე, უბინაობა და სოციალური სიდუხჭირე, ომის დროს გადამწვარი ტყეების გამო დამძიმებული ეკოლოგია, აყრილი ასფალტი, მაგისგან გაუქმებული მიწისქვეშა გადასასვლელები, არამხოლოდ ქაღალდზე ჩამოწერილი პრობლემების ნუსხაა, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ის საკითხებია, რომელიც მან პირადად უნდა გადაჭრას თავისივე ოჯახის, მეგობრის, ახლობლის, თანამეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად, მათი კეთილდღეობის შესაქმნელად. ბატონებო, პირდებით რომ ჩვენთვის დობის გამოცხადებით თქვენ მალე იგრძნობთ, რომ ქალაქზე პასუხისმგებლობა სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ააღებინებთ, რომელსაც მუდამ ახსოვს, რომ ანგარიშ ვალდებულია თქვენთან. და ჩვენი მუშაობის კონტროლის მთავარი ბერკეტიც ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე. ესაა რეალური თვითმმართველობა, ესაა გაძლიერებული რეგიონი და ძლიერი რეგიონი კი ძლიერი სახელმწიფოა. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ პრობლემების მოგვარებას. ერთად დაუბრუნებთ გორს სიცოცხლეს, ერთად შევქმნით მის მომავალს. ერთად ვიზრუნოთ გორზე და ერთად ვიზრუნოთ ჩვენ საყვარელ საქართველოს. ჩვენი
გაიხარეთ.